მოდი არ წავიდეთ სკოლაში, ჩელენჯები გავაკეთოთ. ვაუ. სად არიან ესენი? ექსკურსია? არა, არ წამოვლენ არაფერს. წინა სერიაში გავიცანით სალომ, ორი ერთნაირის მარათონის გამარჯვებული და იდეალური ბავშვი. აი, მოვიდა სალომე. გამარჯობა. თავიდან სალომემ შეგვაშინა, ძალიან კარგად იქცეოდა. ჩიფსები გინდა? არა, კარგი ჯანმრთელობისთვის. სალომე, ტელეფონი გააქვს? არა. არ მჭირდება, ინტერნეტში ბევრ დროს არ ვატარებ. მაგრამ შემდეგ თვალების დაწერაში დაგვეხმარა და დავმეგობრდა. შეგჭა? შენ შეგჭა. შეგჭა. მოდია. შენ შეგჭა. კაი ბავშვია. ტყუილა ვიჩხუბებოდით. სალომემ დედამანანას წერილი დაგვიტოვა, სადაც დედა საიდუმლო წერია. გაინტერესებს რა წერია საიდუმლო წერილში. ამას ერთ წუთში გაიგებ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და თუ გინდა ჩვენი ფილმის მსახიობი გახდე, შეიძინე ხუდი, საჩუქრად მიიღე ხუდი და იპოვე ოქროს ბარათი. რა დავაშავე ეგეთი რომ წავიდა. არ გინდა რომ ცოლი მოიყვანა, შვილიშვილები გამიჩინო. რატომ 10 ივრამდე ხო მივდივარ ხოლმე? არ მინდა არაფერი, არ მინდა საერთოდ რა. მამინდი არის გადასარევი. 5 საათია გონი ჩამოსული ვარ. წაიკითხეს თუ გინდა ექსკურსიაზე წახვიდეთ შენ და გელა. რა არის ეს? წერილი. კარგი, მადლობა. გელა, ის წერილი უნდა წავიკითხოთ. წერილი. ექსკურსიაზე წასვლა თუ გინდათ, უნდა გაიაროთ მართას გამოსასწორებელი ბანაკი. ხვალ დილის 6 საათზე, ვინც ჩაიჭრება, ის დარჩება, ხოლო ვინც გადაახავს ამ ბანაკს, ის წავა ექსკურსიაზე. ეს რა მოიგონა? ან საიდან მოასწორან? როდის დაწერა ეს წელი? ან როდის მისცა სალომეს? სალომემ ჩემი შვილები გააფრთხილა რომ მათთვის მკაცრი რეჟიმის ბანაკს ვაწყობ. დილოსთვის და მანანასთვის ყველაფერი ძალიან გართულდება, მაგრამ სანამ ამას ვნახავთ, პატარა კვიზი ვითამაშოთ. წარმოიდგინე, რომ 2046 წელი, ანუ 20 წელი გავიდა. შენი აზრით კორინაბიჩის რომელი პროდუქტი გეყვარება 2046 წელსაც? კინდერი, ნატო სნიკერსი. მოკლედ, ამ ბავშვების ქცევა უკვე ყველში მაქვს ამოსული, ამიტომაც ახლა ჩამოვწერ ახალი სახლის რეჟიმს. და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე უნდა დაემორჩილონ ამ წესებს. და თუ დაემორჩილებიან, ექსკურსიაზეც გავუშვებ. პირველი, დილის 6 საათზე გაღვიძება დაუყოვნებლივ. მეორე, 7-5 წუთზე საწოლის გასწორება ულამაზესად. მესამე, 7-15 წუთზე მობილურების ჩაბარება. მეოთხე, 7-20 წუთზე პირადი ჰიგიენა და მოწესრიგება. მეხუთე, 7-9-ზე 20 გვერდის წაკითხვა. მეექვსე, 7-ზე საუზმე. მეშვიდე, 8 წუთზე ჭურჭლის გარეცხვა. მერვე, ფრაზა მადლობა დედა, ერთხელ მაინც გულით. მეცხრე, როზე სკოლაში გასვლა და მოსვლის შემდეგ ეგრევე მეცადინეობა. ეს ყველაფერი ახლა მე მაქვს ჩამოწერილი. ტელეფონში გუშაღამე ჩამოვწერე და ახლა გადმოვაქვს ფურცელზე და უნდა გავუკრა ოთახში. ოღონდ მართლა ამ წესებს აი ერთი არ დაემორჩილონ. ეგრევე აწავლენ ექსკურსიაზე, ანუ საერთოდ არაფერი არ აღესებათ. არც ტელეფონი, არც ექსკურსია და არც ჩიფსები და რაღაცეები. მეათე 10 საათამდე სწავლა, საქმე და განვითარება. ოღონდ დიახ, რომ მოვალე სკოლიდან ცოტათი ადრე, მაგის მერე 10 საათამდე უეჭველი უნდა ისწავლონ. არანაირი შეჩერება. მე-11 10 საათზე მობილური ნახევარი საათით, 11-9-ზე ბანაობა და რა თქმა უნდა 11-ზე დაძინება. უკვე დავამთავრე მე, ასევე დავუწერე პატარა წესები, რომლებსაც ახლა წაგიკითხავთ. პირველი, კამათი აკრძალულია. მეორე, წუწუნი არ ითვლება არგუმენტად. მესამე, დაგვიანება ისჯება და მეოთხე, დედა ყოველთვის მართალია. თუ ისინი ამ ყველაფერს არ გააკეთებენ, არაფერს არ ეღირსებიან. ახლა მე წავალ და ამ ყველაფერს გამოვაკრავ კედელზე. დავაკრავ და მეორე. ესეც ასე ყველაფერი უკვე დავაკარე. როგორ გონია გაუძლებენ მანანა და გელა ამ წესებს? და რაც მთავარია, გაინტერესებს სწავლენ თუ არა ექსკურსიაზე? ახლა პირველ ტოპ კომენტარს წავიკითხავთ. თქვენ კი ეს ვიდეო დაალაიქეთ. გამარჯობა, მე ნინიქია. ვარ 10 წლის. მე დავფრენდი ირლანდიაში. ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ არა უბრალოდ. მე აქედან გიყურებთ და ბედნიერდები. მე ასევე მენატრება ჩემი კლასელები და მოდი ერთ რჩევას მოგცემ. არასდროს არავინ არ დააბულიკოთ. მე ადრე სულ მომცირებდი. ერთხელ სულ თქვა შემეკრა, რადგან ჩემმა ნათესავმა გადმომაგდო. ის მე და ჩემ საუკეთესო მეგობარს ერთმანეთი ძალიან ყავს გალანწული. ერთხელაც
ვთქვი, რომ აცი ის ჩემი უბრალო კლასელი იყო, მაგრამ მე ისევ შევლივით. რატო? იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია მეგობრები ვართ და ამიტომაც სულ იმარჯვებს მეგობრობა. თავარია გჯეროდეს. და ხო, თქვენ ჩემი საყვარელი იუთუბერები ხართ. ძალიან გვიხარია რომ შედის ორიერთნაირი არის სივრცე და ამ ისტორიას გააზიარებთ. აქ იპოვის სიყვარულს და მხარდაჭერას. გჯეროდეს საკუთარი თავის შეუძლებელი არაფერი. თუ ერთი თვის განმავლობაში დაემორჩილებიან ამ წესებს, გაუშვებ ექსკურსიაზე. გონი ისე უნდა გავზარდო შემშულები. 20 წლის მერე მადლობას მეტყვიან. ამ ოცნებებში ჩამეძინა და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი სიზმარი ვნახე. სიზმარში 20 წელი იყო გასული. მე პენსიონერი დედა ვიყავი. 30 წლის მანანა სახლიდან წასულიყო. 35 წლის გელა კი სახლში იჯდა და არაფერს აკეთებდა. სიზმარში ვნახე თუ რა შედეგი გამოიღო ჩემმა წესებმა და როგორ გადაიქცა ოცნება ნამდვილ კოშმარად. რამდენი ხანია პარიზში და რო ვიყავ არ იღებს ხოლმე და მინაწერებსაც არ ნახულობს. ძალიან მინატრება ნეტა რა დავაშავე ეგეთი რომ წავიდა. უკვე 5 წელია. საათია ბონი ჩამოსული ვარ და ძრის მოვედით. მე ეს ვინ არის? ეხა მეტროს რაც შეეხება, მომწონს ხალიჩამ, აი ესეთი რაღაცნაირი ციგროვი. მომეწონა, მაგრამ მაინც არ არის რეკომენდირებული ხალიჩა მეტროს ჩემი აზრით. მაგრამ ისე კაი რაღაც სახლური გარემო არა, ათბობს უკვე ტემპერატურას ინარჩუნებს. გაიცაი, მალანებო ხელი დაუქნიეთ. მასთან ჩამოვედით და ეხა მივდივართ რომ სადმე ვჭამოთ. დიახ, მშვიდობისა პარიზიდან მეგობრებო. დილით გავიღვიძე დაახლოებით 9 საათზე, მოუწესრიგდი, ჩავიცვი და წამოვედით ეხა ყავას მივირთვევთ რენდომ კაფეში, რომელიც აღმოჩნდა ძალიან გემრიელი და ზოგადად აქ რომელი კვების დაწესებულებებს არ უნდა შეხვდე, აი სრულ ჯიხური იყოს. ანუ მაინც გემრიელია კრუასანები და მოკლედ ეხა კრუასანებს გაჩვენებთ, რომლებსაც ვჭამთ. ეს არის შავი შოკოლადი, ენო შოკოლადი. და მეორე არის ნუტელა, ორივე არის უგემრიელესი. აქ იყო ტარტი და კაპუჩინო. კაპუჩინო ძალიან გამიკვირდა ამ ჭიქით რომ მოიტანეს, თქვენ ლატეს აკეთებენ ხოლმე ამაში, მაგრამ ნუ ძალიან გემრიელია, აი მართლა ძალიან გემრიელია რა. ამინდი არის გადასარევი, გაჩვენებთ ხა რამდენად ბევრი დესერტი და რამდენად ბევრი რაღაც სენდვიჩები და რაღაცები იყო. არა რა, ევროპაში რომ ჩამოდივარ, ხვდები რომ ხალხმა იცის ბიზნესი კეთება რა. საქართველოში რენდომ კაფეში, რენდომ ჯიხურში რომ მიხვიდე, აი არ შეიძლება ჭამა რა, მართლა არ შეიძლება და აქ უეჭველი გემრიელია. ეხლა ჩვენებს რამდენი არჩევანი იყო რა. აი ესეთი რამაზი პატარა კაფე, ეს შედიხარ, ნახეთ ქალი კითხულობს. შედიხარ და აი ნახეთ რა ხელა არჩევანია. იქით არის სულ სენდვიჩები და აი აქეთ დესერტები, აი მოდივართ. ქეროთ კეიქი და რაღაცები და აი აქ არის კრუასანები რა. კრუასანი ღირს 3 ევრო, პენო ღირს ევრო და 60. აი აქეთ აკეთებენ ყავას, ბარისტა არის აქეთ. აქეთ თქვენი ცხოვრება მიმდინარეობს. მოკლედ ამბობენ რომ საფრანგეთში პარიზი ყველაზე ძვირია, ზოგადად თუ ევრო და 20 ცენტი ღირს მაგალითად პენო, აქ ღირს ევრო და 60, ევრო და 80 და ასე შემდეგ. აქეთ კიდე არის რაღაცა ახლოულები, ესე. და ნუ მოკლედ რაღაცას უეჭველი არჩევ რა. მრავალფეროვანი კაფეა რა. მოკლედ რომ გამოდიხარ არის უამაზეს ხედი, ძალიან კარგი ამინდი, აი ეგეთ ველოსიპედები და ნუ მოკლედ ძალიან კარგი გარემოა რა. გაინტერესებს როგორ გამოიყურებოდა გილა ჩემს სიზმარში 35 წლის ასაკში? მოდი მეორე ტოპ კომენტარი წავიკითხოთ და ვნახოთ ჩემი კოშმარის გაგრძელება. ზოგჯერ მგონია რომ თქვენ შექმნით სიყვარული. ანა მადლობა, მგონი ამაზე საყვარელი აქამდე არაფერი წამიკითხავს. გვიყვარხარ. ახლა კი დროა სიზმრის მოყოლა გავაგრძელო და წყალს გავატანო ეს კოშმარი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოძება. გელა რას აკეთებ? არ გინდა რომ ცოტა რამე გააკეთო? კიდევ უნდა იჯდე და ითამაშო? არ გინდა რომ ცოლი მოიყვანო, შვილიშვილები გამიჩინო? ან საერთოდ საქმე იპოვო, რამე სამუშაო? თელ ცხოვრება უნდა იჯდე და ითამაშო? 35 წლის ხარ ბოლოს და ბოლოს. ხო რა დედა, აი ამ ხელსაც მორჩები და დავიწყებ რა, მუშაობასაც დავიწყებ, აი ყველაფერს დავიწყებ, აი ეს ერთი ხელი მაცადე უბრალოდ რა. და ისე ოთახიდან არ გადიხარ და სამსახური როგორ უნდა იპოვო? რატომ აცივრამდე ხო მივდივარ ხოლმე?
მურჩ ახლა ადიქი და ჩემთან ერთად წამოხვალ პროდუქტების საყელად. ისაც 35 წლის კაცი ხარ და არც სამუშაო გაქვს. სულ ჩემპიონსი იყიდულობ ყველაფერს. ზიხარ თამაშობ და როდემდე უნდა იყო ეგრე და მაქსიმუმამდე სიარულს მოძრაობას ეძახი? არა, არ მინდა რა, რა მაღაზიაში წამოვიდე, არ მინდა. არაფერი არ მინდა საერთოდ რა. შენი ბრალია ესეთები რო ვართ, ბავშვობაში ყველაფერზე ჯიდის საერთოდ. მე სახლიდან გასვლა არ მინდა საერთოდ და ის კიდე სახში არ მოდის. გადახვეწილია სადაც უცხოეთებში. მაგრამ მაგას რა ენაღლება, პარიზში მაინც ვზივარ მე აქ რუსთავში ისე 35 წელია ჩემ ოთახში და ვთამაშობ თამაშებს, იმიტომ რომ ყველა პატარა რაღაცაზე ჯიდი, აი ეს რაღაცები რო გამოგვიკარი. ეხა დღემდე მახსოვს და გინდა რომ მუშაობდე და ოჯახი მყავდეს და შვილი ყავდეს, მაგრამ ეგეთი აღზრდის მეთოდის შემდეგ არ ვიცი, ძალიან გაგვიჭირდება. დაუბერდი კაცია კომპიუტერების თამაში. შენ გონია მე მომწონს, მაგრამ არ მეხალისება არაფერი და არ მინდა არაფერს კეთება საერთოდ. კარგი, გზაში გავარჩიოთ. ეხლა კი წავედით მაღაზიაში, გამბოდი. ისე ბოლოს გარეთ როდის იყავის საერთოდ? ძლივს გამოგათრიე, თორე ისე ხო არ გადიხარ შენ თვითონ. საერთოდ გახსოვს? ხო, მართლა რამდენი ხანია გარეთ არ ყოფილი, რაღაცები შეიცვალა. ეს კვერი როდის გააკეთეს? ბოლოს გარეთ ვიყავი ალბათ ხარიც რანაირად. ეხ სად ვიდიوارთ რომელ მაღაზიაში? ორნამენტში მივიდივარ და პროდუქტები უნდა ავარჩიოთ, თორე რა ვერ გაჭამო რამე. თან გარეთაც გავუსეირდოთ გარები. ორნაბიჩი ეგ მაღაზია 2046 წელსაც არსებობს. აუ, ისე საინტერესო კი იქნება შიგნით. რაღაცებს ვიყიდით. აუ, ეხა მანანა გამახსენდა, გახსოვს მე და მანანას როგორ ვიყავდა ხოლმე ორნაბიჩი რომ ვიყავდი. აუ, ჯდებოდა მანანა ჩიფსზე განსაკუთრებით. აუ, მომენატა რა ისე და რამდენი ხანია ვარ ჩამოსულა და რამდენი ხანია არ გვინახავს. ხანდახან ველაპარაკები ხოლმე, მაგრამ ძირითადად არ მპასუხობს რო ურეკავ. აი რატომ მოხდა ეგრე რომ აი ამდენი ხანია წასულია და აუ არ ვიცი. მომენტებში ძალიან ენატრება ხოლმე ჩემი დაიწყო. არა უშავს იმედია დაალაგდება ყველაფერი და ჩამოვა და ვიცხოვრებთ ისევე ერთად ბედნიერად. რამდენი ხანი გავიდა. მე საერთოდ არ მპასუხობს, 1-2 თვია საერთოდ არ აუღია არაფერი. წერ არ მპასუხობს, ურეკავ არ მპასუხობს, მითიშავს და რა უიაბა მე ძალიან მომენატრა, იმედია ჩამოვმალე. მაგრამ ეგეთი რა გაუკეთე მე არ ვიცი რომ წავიდა, ძალიან მომენატრება. აი რა დედა რა, აი რა გაუკეთე რა. ვერ ხვდები ვერასდროს შენ შეცდომებს. არ გახსოვს შენი აღზრდის წესები, რანაირად გზრდიდი ვაფშე ყველაფერზე რომ გვეჭხუბებოდი და საერთოდ ყველა პატარა წვრილმაზე ისი ძალიან გვსჯიდი ხოლმე რომ და საზღვარგარეთაც ცხოვრობდი. რატო უნდა ეთქვა? მაგრამ სხვა ქვეყანაში და საქართველოში რატო არ უნდა ცხოვრობდი? იმედია მიხვდები შენ დანაშაულს ოდეს. სხვადასხვა გელა არ ხარ მართალი. ეგ აღზრდის წესები იყო ძალიან კარგი. ზუსტად მაგიდან ისწავლეთ რომ ცოტა ისე იყოთ. ყველაფერზე არ ილბინოთ, არ იჩხუბოთ. მაგის მერე რავი, დამშვიდად იყავით ხოლმე და ეზოშიც კი არ ჩადიოდით ხოლმე. ამიტომაც ასე მგონია ძალიან კარგად გამომადგა. რაღაც დაემართა მაგ გოგოს და მაგიტო წავიდა, ასე მგონია. რაღაცა მოიფიქრა უბრალოდ რომ უნდა წასულიყო და წავიდა. მაგრამ რავი, აბა თუ ჩამოვა ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მე ძალიან მომენატრა. არა დედა, არა, წავიდა იმიტომ რომ შენ ვეღარ გიძლებდა უკვე და შენ წესებს და აუ ჯიდი ყოველთვის შეშინებული იყო ამის 9 საათი გარეთ ვერ გადავიდა 23 წელი და კურსელებთან არ უშვებდი ხოლმე და რა ვიცი და მობილს და ბოლოს ეგეთი ყოფა და ადგა და წავიდა და ძალიან ჭკვიანობით გააკეთა რა. მე უბრალოდ მაგის ძალაც არ მეყო და სტრესილი ვიყავი თავჯექი სახში მარში. რა კაი ყოფილა ისე გარეთ და რა კაია გაზაფხული. კი, გაზაფხული არ გახსოვს უკვე? რავი, ჩემთვის რა აზრია, გაზაფხული იქნება, ზაფხული იქნება, შემოდგომა იქნება თუ მეოთხე საერთოდ რა იყავოს ამხარი. რა, სახში ჩემოთახში ყოველთვის თვიდა მაინც. აი ხო გელა ახლა მორჩი წუყოს და წამოდი მაღაზიაში შევიდეთ, წამოდი. აი რა გინდა მოგიყვანა შენი ბავშვობის საყვარელ მაღაზიაში. აქ შენ და მან დავყავდით ხოლმე და ყველაფერს მთხოვდით. ეს მიყიდე, ის მიყიდე. რა ვიცი, აბა და შეიძლება რაღაცები ავიღო? კინდერი შეიძლება. შეიძლება? ფისტარო ავიღო. ნყინი მიყიდე რა. თხო, დედა. ჩემს სიზმარში 35 წლის გელა არ მუშაობს. ჩემი პენსი ცხოვრობს და გარედაც არ გადის. გაინტერესებს როგორი რეაქცია ჰქონდა ბავშვობის საყვარელ მაღაზიის დანახვისას? მოდი მესამე ტოპ კომენტარი წავიდეთ. გამარჯობა, მე ვერ მოვხდი ტოპ კომენტარებში. უკვე მირამდები, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან კარგი იდეაა არხისთვის სამი ერთნაირის დარქმევა. 11 წლის ვარ, მალე 12-ის ვხვდები და მახსოვს, როცა ტომ სოიერი თავგადასავალს კითხულობდა მართლა. მე ძალიან მოვიდა სიგნების საკითხვა, ამიტომ მადლობა დიდი. წარმატებები ყველას. მაგალია, რომ კითხვა შეგიყვარდა მეგობარ. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი. და გახსოვს როგორ უყვარდა ანანას ეს კინდერი და მეც ვიждდებოდი. გახსოვს როგორ უყვარდა? კი, მახსოვს. აუ ვიყიდოთ რა ეხლა გთხოვ, გამახსენე ბავშვობა. მანას ძალიან უყვარდა ეს კინდერი, აუ მომენატრა.
აუ დედა ნახე, ჯეკერის ჩიპსი გახსოვს მე და ნოჭამდით ხოლმე ამას სულ აუ როგორ გვიყვარდა ვიждებოდი. ნეტაი ხარ რომელ ჩიპს ჭამს ხოლმე ჩვენი დაიკო. აუ რატო არ პასუხობს არასდროს დანალექებს როგორ მართლა ძალიან მენაკლე. არა მაგას ლურჯი უყვარდა ხოლმე თუ წითელი. ფონი რა მნიშვნელობა აქვს. წამოდი ახლა ავორჩიოთ რაღაცეები, თორე პროდუქტების აყიდელი გვაქვს. ხო აი ლობიოს ავიღებ. კაი რა და ბავშვობაში როგორ საჭმელებს აყიდულობდი ხოლმე, ეხაც ეგეთ საჭმელებს ყიდულობ ზუსტად რა. ხო, აბა ჯანსაღად უნდა იკვებო. აი ამასაც აგიღებ, რომ მე გაჭამო ცოტა, თორე სულ მაყლევადებს და რაღაცეებს ჭამ ხოლმე ძირითადად და აი ცოტა გამოხვიდე. აი არაჟანს ავიღებ. კიდე აი ამ ხო, იმე. ეგეც არაჟანია. ძის ავიღებ კიდე. ველსაც ავიღებ. აი კარაქსაც ავიღებ. სადაც ფუცელსაც ავიღებ და პომიდორს და კარტოფილსაც ავწონი ბარემ. აუ დედა გეხვეწები სახლის პროდუქტები კაია, მაგრამ მე და მანას რაც გვიყვარდა ხოლმე ბავშვობაში მთელი გულით. ეგეთიც ავიღოთ რა ცოტა. კარგი ავიღოთ, თორე. კაი ჩიპსი ავიღოთ, უეჭველი. ნოსტალგიები შემომეწმება. კიდე რა უყვარდა ხოლმე აქედან შენ არ გახსოვს რაღაცეები? აუ მე მახსოვს რომ ფისტა უყვარდა ხოლმე ძალიან. და მე ძალიან მიყვარს ფისტა ავიღოთ. კიდე კინდერი ავიღოთ ძალიან უყვარდა ესეც და ესეც. და იმდენსი როგორ უყვარდა ყველი და აუ ეს კიდეა 20 წელი გავიდა და ეს პროდუქტები კიდეა. ეს ტკბილებული. 20 წლის შემდეგაც ადამიანები მუშაობენ მაღაზიაში. AI-თან დამშრომლები ხო არ შეუქმნა? რო გისწავლე შექმნიდი მაქვამდე. საშინელი კოშმარი დამისიზმრა. არ მინდა რომ ჩემ შვილებს თავი შევაძულო. ალბათ უნდა გავუშვო ექსკურსიაზე. უფრო მეტად ვემეგობრო, რჩევები მივცე, დაველაპარაკო. თორე ეგრე ჩხუბით გაზრდას რა აზრი აქვს? მეგონა რომ კოშმარი აქ დასრულდა. ჩემი შვილები ისევ პატარები არიან და ისევ ჩემ გვერდით. მაგრამ აი ზუსტად ამ დროს ისეთი რამე გავიგე, ვერ წარმოვიდგენთ. თუ გაინტერესებს რა მითხრა ჩემი შვილების დამრიგებელმა, დაელოდე მეხუთე სერიას 2 ერთნაირის არხზე.